ესეც გახლავთ ცაისის სინათლის მიკროსკოპი, მასაც აქვს ფლუორესცენციის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი დონის, როგორც კონფოკალური იყო, მაგრამ აქაც მშვენივრად შეგვიძლია მაგალითად ახლა კონკრეტულ შემთხვევაში აქ გვიდევს ისე ჰელას უჯრედები, რომლებიც იგივენაირად მწვანე ნათებით ხასიათდებიან. აი რომ დავაკვირდეთ ახლა ჩვენ ხედავთ რომ ლურჯი სინათლით ვასხიებთ მათ, მაგრამ როგორც ვნახეთ სხვა ვიდეოებში, როდესაც სინათლე ხვდება რაღაცა მასალას, თუ ამ მასალას გააჩნია ეგეთი მოვლენა, როგორცაა ფლუორესცენცია, ის გამოსცემს სინათლეს სხვა ფერში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და ამ შემთხვევაში ეს არის, ჩვენ შეგვიძლია ეს უფრო მაღალი ტალღის სიგრძის სინათლე, სადაც მომწვანო სინათლე, გავფილტროთ ისე რომ ლურჯი მოვაშოროთ და დავინახოთ ისა. აი ხა თუ ლიქ ჩაგვახედებ, შეძლებთ რომ ჩაიხედოთ, დაინახავთ ისე ბირთვაკები. ეს არის ჰელას უჯრედები, ხო? დიახ. აი ეს არის ჩვენი უჯრედები. აქ ხედავთ აპოპტოზში მყოფ უჯრედებს, ასევე ხედავთ ჩვეულებრივ უჯრედებსა და მიტოზში მყოფ უჯრედებსაც. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც ამ ცენტრში მიმდინარეობს, ეს არის ბიომასალის კვლევა ბიოთავსებადობაზე. ეს არის ბაზა, მე ხდება მასალის დაჟანგვა და აი ესეც საინტერესო ალუმინის ოქსიდის ფენას წარმოქმნის ზედაპირზე, რომელიც ფაქტობრივად დამცავი ფენაა. მოდით, რომ ჩვენი მაყურებლებისათვის ავხსნათ ზოგადად რისთვის გამოიყენება ფერომქრომი ალუმინის კომპოზიტი, რისთვის არის რისთვის შევისწავლით მას. ეს კომპოზიტი აქამდე არ შესწავლილა როგორც ბიომასალა, ეს არის საკმაოდ კარგი მექანიკური მახასიათებლების მქონე შენადნობი, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებით გამოიყენება, მაგრამ იმის გამო, რომ მას ახასიათებს ასე მთი ალუმინის ოქსიდის წარმოქმნა ზედაპირზე და ეს ზედაპირი საკმაოდ მყარად არის მასზე, ასე ვთქვათ, შეზრდილი. ამიტომ გაჩნდა ინტერესი, რომ ხომ არ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ეს როგორც იმპლანტი, მაგალითად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ალუმინის ოქსიდი საკმაოდ ბიოლოგიურად კარგად განწყობილი მასალა არის, გამოიყენება კიდევ ანუ არ არის ციტოტოქსიკური, არ იწვევს უჯრედების სიკვდილს. ამიტომ პირველი რაც უნდა შემოწმებულიყო ის იყო, მაგალითად კოროზიას როგორ უძლებს, რამდენად დიდი ხანი შეუძლია მას გააჩეროს ბუნებრივ პირობებში არსებული სითხეებისგან ეს მასალა თვითონ, რამდენად შეიძლება რომ გამოვიდეს იქიდან რაღაცა იონები, მეტალის, სხვადასხვა მეტალის და ასე შემდეგ. ჩატარდა ასე ვთქვათ ხელოვნურ ნერტყში მოთავსდა კოროდირებული, ესე იგი უკვე აი ესეთი ალუმინის ფენიანი და ჩვეულებრივი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი დაიჟანგა, მაგრამ ალუმინის ფენამ საკმაოდ დიდი ხანი 2 თვეზე მეტი ქონდა ჩვენის იმერსირებული 37 გრადუსზე და აბსოლუტურად არანაირი მეტალის კვალი არ არის სითხეში. შემდეგ რა თქმა უნდა წავიდა სხვადასხვა უჯრედულ კულტურებზე შესწავლა, აქ გვაქვს ფიბრობლასტები, გინგივიალური ფიბრობლასტები და ჰელას უჯრედები, ზოგადად ჰელას უჯრედები კი არის სიმსივნური, მაგრამ ისინი როგორც პირველადი უჯრედები ყოველთვის სატესტოდ გამოიყენება, იმიტომ რომ მარტივია, ყველგან შეუძლიათ გაზრდა და პირველადი ეფექტი ყოველთვის ჰელას უჯრედებით შეისწავლება ხოლმე. აი ნახეთ, როგორ იზრდება. სხვათა შორის ამ უჯრედებმა საკმაოდ კარგი დიფუზია განიცადეს და გამრავლება განიცადეს ჩვეულებრივ მეტალზეც, ანუ ალუმინის ოქსიდის გარეშეც. ამდენად საკმაოდ ეს იყო მოულოდნელი შედეგი იყო. ჩვეულებრივი გამრავლება ხდება, მიტოზი, ჩვეულებრივი სტრუქტურა უჯრედის მთლიანობაში, ციტოპლაზმა და ასე შემდეგ. ანუ ამ ეტაპისთვის აჩვენებს საკმაოდ დადებით დინამიკას. ანუ ჩვენ ასაც ვიავთ მიზანი ამ პროექტისა იყო შეგვესწავლა ეს მასალა, კონკრეტული მასალა, როგორც პოტენციური მასალა იმპლანტებისათვის თუ ბიოშეთავსებადი სტრუქტურებისათვის. ანუ თუ ჩვენ გვინდა რაღაც გადავნერგოთ, ანუ ალბათ ვიტყოდი, კარგი მაგალითი იქნებოდა ასევე დავუშვათ ძვლების გასამყარებლად რაღაცა ოპერაციის დროს. არსებული იმპლანტებთან შედარებით ამას აქვს უპირატესობა, რომ ძალიან იაფიჭდება მაგალითად ტიტანის იმპლანტებთან შედარებით. აი მაგალითად
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაუკეთებია ოპერაცია, სადაც მოხდა ჩადგმა ტიტანისგან გაკეთებული დაუშვათ მენჯისა ან იმპლანტისა, ტიტანი არის ძვირი, მაგრამ ძვირი იმიტომაც არ არის იშვიათი, თან არის ძალიან გამძლე მასალა. ძალიან დიდი ინტერესი არის სამეცნიერო გამოყენებაში, პოვნა უფრო იაფი მასალის, რომელსაც ასევე დადებითი თვისებები ექნება, ხო? და ალტერნატივა შექმნის, რომ და ზუსტად ამ მასალის შესწავლა მოხდა იმაზე, თუ რამდენად არის პოტენციურად თავისი თვისებებით კარგი, არადამაზიანებელი, როგორც ასე ვთქვათ, მოკლეხნია პერსპექტივაში, ასევე გრძელხნია პერსპექტივაში გამომდინარე იმ პროცესებიდან, რაც ემართება ზოგადად მეტალებს და ესეთ კომპოზიტებს, ხო, დაჟანგვა თუ სხვა. და რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, რეალურად აღმოჩნდა, რომ საკმაოდ პირველი ნაბიჯებია, ამის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი კვლევაა, რა თქმა უნდა, ჩასატარებელი, სანამ ის რეალურად. მაგრამ რეალურად დადებითი შედეგები მოგცა, რომ ისედაც რომ გავაგრძელოთ უკვე და შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდეთ. ლიკ ასევე რო აგვიხსნა, აქ რა არის, აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში რას უყურებთ? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს აჩვენებს ელექტრონული დიფრაქციის სურათია, სადაც რა ელემენტებს შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. ამას გვაჩვენებს, ანუ აქ გვაქვს ქრომის, ფერუმისა და ალუმინის პიკები. რკინის, ხო? კი ბატონო, რკინა, ალუმინი და თუ რა თქმა უნდა, ხა ცოტა ოქსიდიდაც ყველა ნივთიერებაშია. ეს არის უკვე რენტგენოგრაფული სტრუქტურა, ეს არის თვითონ დედანი და უკვე ალუმინის ოქსიდი, სადაც დასტურდება, რომ ეს წარმოქმნილი ფენა ჟანგვის შედეგად უკვე ნამდვილად ალუმინის ოქსიდია. ეს მასალა იჟანგება 1150 გრადუსზე 20 საათის განმავლობაში და ესე ბუნებრივად ჟანგბადის პირობებში წარმოქმნის აი ესეთ ქერქს, აი ეს არის განივკვეთი, აი ესეთი ქერქი არის საკმაოდ პატარა დაახლოებით მიკრონახევრია. ალუმინის დამცავი ფენა საკმაოდ უცნაური სტრუქტურის. თავიდან რომ შევხედეთ ესეთი ფოროვანი სტრუქტურა გვეგონა რომ არ იქნებოდა მისაღები ასე ვთქვათ უჯრედისთვის, თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო აღმოჩნდა რომ აი აქ მაგალითად ეს წითელი კონტურით არის მოხაზული უჯრედის კონტური და აი ამ რთულ ზედაპირზე უჯრედმა საკმაოდ მარტივად მოახერხა გაშლა და ფუნქციონირება. ვაუ. კი ბატონო, ფოროვანი ზედაპირი ასევე კარგია საბოლოო ჯამში, შეგიძლია ის გაჟღინთო რაღაცა ანტიბიოტიკით, მაგალითად, რომელიც საბოლოო ჯამში ამ შეხურცების პროცესს გააუმჯობესებს და გაამართლებს. აი, ძალიან კარგი რაღაცა, როდესაც ჩვენ გვაქვს მასალა, რომელიც არის ფოროვანი, ანუ აქ რაღაცა პორები, რაღაც ჩაღრმავებები, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც რეზერვუარები, იმისათვის, რომ რაღაცა საკვები ნივთიერება, ან რაღაცა დამცავი ნივთიერება მედიკამენტი დაუშვათ ან ანტიბიოტიკი მაშინ ჩავასხათ, რომ მოდესაც ჩვენ გავაკეთებთ ოპერაციას და შემდეგ მოვათავსებთ დაუშვათ ჩვენ პოტენციურ იმპლანტს ადამიანის ორგანიზმში, ჩვენ არ გვინდა რომ იმპლანტმა გამოიწვიოს დაინფიცირება, ხო, იმიტომ შეიტანოს ბაქტერიები თან. ჩვენ რომ ეს შევამცოთ, შეგვიძლია გავაკეთოთ სტერილიზაცია, მაგრამ სტერილიზაციის გარდა კიდევ უფრო მეტად რომ გავზარდოთ ეფექტიანობა, ან დაუშვათ რაღაც პოლიმერის დამატებით, ჩვენ შეგვიძლია ამ რეზერვუარებში მოვათავსოთ ნივთიერება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. ამიტომაც ის ფაქტი, რომ ეს მასალა არის გააჩნია ფორები, დადებითი არის, იმიტომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის რაღაცა ნივთიერებების შენახვისათვის და დროთა განმავლობაში გაცემისათვის, რომ ოდესაც უჯრედები მასზე დასახლდება, ამ ორგანიზმში მოხდება, ამ ნივთიერებამ იქონიონ დიდი ხნის განმავლობაში დადებითი ეფექტი. ეხლა ალბათ ნახავთ მასკანირებელ ელექტრონ მიკროსკოპს, რომელიც ნამდვილად ამ ლაბორატორიის ყველაზე დიდი მიღწევაა. ესე იგი, კონფოკალური მიკროსკოპისგან განსხვავებით, ელექტრონული მიკროსკოპი სხვა პრინციპით მუშაობს. აქ უკვე ელექტრონული სხივი გამოიყენება სინათლის სხივის მაგივრად. ეს ელექტრონული სხივი უკვე გვაძლევს შევიდეთ ნანოსტრუქტურებში და ესე იგი, ნანოსტრუქტურა ვნახოთ იქ თუ ასე მაინც ასე თუ ისე მიკროსტრუქტურა შეგვესწავლა, აქ უკვე ნანოდონეზე აბსოლუტურად რაღაცა შემთხვევებში ჩვენ ატომებიც კი შეგვიძლია დავინახოთ, სხვადასხვა ნივთიერებების, რომელსაც უდავ რაც შეეხება მიკრო და ნანო დიაპაზონებს, საქმე მე შეესო ჩვეულებრივი სინათლე, რომელსაც ჩვენი თვალები აღიქვამს, დაწყებული იისფერიდან დამთავრებული წითლამდე, ლიმიტირებული არის ფიზიკური ფენომენით, რომელსაც ქვია დიფრაქციული ლიმიტი. რაღაცა თუ ჩვენ გვაქვს ორი ხაზი, რომელიც ერთმანეთისგან დაშორებული არის დისტანციით, რომელიც განისაზღვრება ეგრეთწოდებული აბეს ლიმიტით, დისტანციით, რომელიც უფრო პატარა, კიდევ უფრო შევავიწრო და დავაპატოთ ეს დისტანცია, ჩვენ დავასხოთ ის სინათლითი, ჩვენ ჭრილს ან სურათს, რომელსაც დავინახავთ მასგან, უკვე ვეღარ განვარჩევთ ამ ორ ხაზს და მოგვეჩნდება ერთ ხაზით.
ანუ ჩვენ ოდესაც გვაქვს თავშოთ ორი ესეთი ხაზი ან ესეთი ორი ობიექტი და დავასხივეთ სინათლით, რომელიც არის დაახლოებით 280 ნანომეტრი, 250 ნანომეტრი, თუ ჩვენ გვაქვს ამაზე უფრო პატარა დისტანცია, ჩვენ უკვე ვერ დავინახავთ, ვეღარ გავარჩევთ ამ ორ ხაზს ერთმანეთისგან, მოგვიჩნდება როგორც ერთი დიდი ხაზი. ამიტომაც ჩვენ უკვე მიკრო მეტრის ქვემოთ, ასე ვთქვათ, ნანომეტრის დონეზე უკვე ძალიან გვიჭირს ჩასვლა და ამისათვის გამოვიყენებთ ალტერნატიულ დასხივების წყაროს. ალტერნატიული დასხივების წყარო ფოტონების მაგივრად არის ელექტრონები. ელექტრონები ბევრად უფრო პატარები არიან, გააჩნიათ უფრო დიდი ენერგია და მათი გამოყენებით ჩვენ უკვე ვახდენთ, რომ დავინახოთ ობიექტები, გავარჩიოთ ერთმანეთისგან, რომელიცაა დაშორებული ნანომეტრების დისტანციით, ანუ მეტრის მემილიარდების დისტანციით და არა მემილიონების, როგორიცაა მიკრომეტრის შემთხვევაში. ეს მოწყობილობა, ეს არის მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ ობიექტები ტრანსმისიული რეჟიმში კი არა, ამეთ არეკლით რეჟიმში. ანუ ჩვენ თუ გვაქვს რაღაცა ესეთი ობიექტი, ჩვენ მას მოვარტყით ელექტრონები, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ანარეკლი და დავინახოთ ზედაპირი ამ ყველაფრისა. ასევე არსებობს ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპები, მათ სხვა გამოყენება აქვს ცოტათი, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გითხრა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ტრანსმისიულის ფუნქციაც გაგვაჩნია. სტემის გამო. დიახ, ნახევრად ტრანსმისიულია რეალურად. აბსოლუტურად ტრანსმისიულია, მას აქვს ცალკე დეტექტორი, რომელიც ნიმუშის ქვეშიდან დანახვას გვაძლევს საშუალებას, ისევ ისე როგორც სრულფასოვან გამჭოლ მიკროსკოპში ბადეზე უნდა დაიტანო ნიმუში, განჭოლავს ნიმუშს, მთხელანათლებს ელექტრონული სხივი და ქვემოდან დეტექტორის, აი კონკრეტული დეტექტორის. უფრო მეტი ფუნქციონალი ქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს ფუნქციაც, მით უმეტეს ბიოლოგიურ ნიმუშებისთვის აბსოლუტურად საკმარისი. შეიძლება ამისი დენი არ იყოს საკმარისი მყარი სხეულებისთვის, განსხვავება ზუსტად ის არის, რომ ტრანსმისიული მიკროსკოპები ბევრად უფრო მაღალ სიმძლავრეებზე მუშაობს, 200 კილოვოლტი და უფრო მაღალი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ელექტრონები იმხელა ძალით, ასე ვთქვათ, მოემართებიან, რომ ისინი გადიან მასალაში და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის მეორე მხარეს, ვისაც გაევიან მასალაში. მაგრამ მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის შემთხვევაში ელექტრონების, ვთქვათ, აჩქარება თუ გამტარობა ბევრად უფრო დაბალი არის და ამიტომაც ჩვენ შეზღუდულები ვართ უმეტესობა შემთხვევაში ან მხოლოდ არეკლითი სურათით, ან თხელი ნიმუშებით და როგორც ვიკამ თქვა, ჩვენ თუ ბიოლოგიური ნიმუშები გვაქვს, ისინი შედარებით ისედაც გამჭირვალეები არიან ელექტრონებისათვის, იმიტომ რომ მეტალებისგან განსხვავებით ისინი დიელექტრიკები არიან. ან მართალი რომ გითხრათ, ელექტრონული გამჭოლშიც კი მაინც დაბალდენებს იყენებენ, ზუსტად იმიტომ რომ ბიოლოგიური ნიმუშები მარტივად იწვება, რომ ამიტომ ეს დენები აბსოლუტურად საკმარისია. ასევე შეგვიძლია ამ მიკროსკოპში აღნიშნოთ ერთი რამ, რომ კი ამას უფრო მეტი გამადიდებლობა აქვს, უფრო მეტი სტრუქტურა შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი ეს არის, რომ აქ ვერ ჩადებ ცოცხალ ობიექტს, ვერ ნახავ ცოცხალ, უნდა იყოს აუცილებლად გამომშრალი, აუცილებლად უნდა, იმიტომ რომ ვაკუუმური კამერა, ვაკუუმში იდება ნიმუში, ამიტომ უფრო რთულია ზოგი სტრუქტურების შენარჩუნება გამოშვების შემდეგ სხვანაირად გამოიყურება და ასე შემდეგ. ამიტომ აი კონფოკალური და ელექტრონული მიკროსკოპი ეს არის ორი მიკროსკოპული ტექნიკა, რომელიც ერთმანეთს ავსებს ინფორმაციას. და გამოიყენება მათი ნაზავი, ეწოდება კორელაციური მიკროსკოპია, სადაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ერთი ტიპის მიკროსკოპიდან, ცოცხალი ობიექტებიდან, რომელსაც დავინახავთ კონფოკალში ან ფლუორესცენტულ მიკროსკოპში. შემდეგ უკვე ამ ნიმუშს ჩვენ ვამუშავებთ შესაბამისად, გვიწევს რომ მოვკლათ თუ ასე ვთქვათ, გადავაკეთოთ, მივცეთ განსხვავებული ფორმა, რაც შე შემთხვევაში დავამუშავოთ ისე, რომ შეიცვალოს მისი ასე ვთქვათ, თვისებები, რომ უფრო გამოჩნდეს კარგად ელექტრონების დასხივების შედეგად, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენ ნაწილობრივ კარგავთ ინფორმაციას ფორმაზე და რაღაც თვისებებზე. მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტი დეტალს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს დეტალი შეიძლება დამახინჯებული იყოს, მაგრამ ზუსტად ამ ორის კომბინაციით, უფრო მეტი დეტალის დანახვით და უფრო რეალური სურათის დანახვით, უფრო ნაკლები დეტალით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ოპტიმალური შედეგი და ზუსტად ამ ორის კომბინაცია არის ძალიან გამოსვლელი ჩვენი მიზნებისათვის ბიოლოგიაში. და აი მაგალითად იქ თუ ბიოლოგიური ობიექტი პირდაპირ იდებოდა ისე როგორც მივიღეთ, აქ მაგალითად საჭიროებს ჩაყალიბებას, მის ეპოქსიდირებას. აი, დავინახოთ გიო. მერე ცალკე დაჭრას, ანუ მიკროსტრუქტურებზე, ანუ რეალურად ჩვენ ნანომეტრის სისქის ფენებად იჭრება. ანუ ჩვენ რეალურად ჩვენს უჯრედებს ვათავსებთ ესეთ ეპოქსიდის
ეგ ეწოდებულ ყალიბში, ეს არის ესეთი რეზინის მაგვარი მასალა, რომელიც აძლევს მას სიმყარეს, აფიქსირებს ასე ვთქვათ სანგაზომე სივრცეში და მერე ჩვენ მას მიკროტომის გამოყენებით, რომელიც აქეთკენ დგას, მოდი დავანახოთ, ჩვენ ვაკეთებთ მის დაჭრას. ვაკეთებთ დაჭრას ძალიან თხელ ფენებად. აქ ფიზიკურად იჭრება, იქ თუ კონფოკალურში თუ სინათლის ხედით, ციფრულად ოპტიკურად ჭრით, ასე ვთქვათ, აქ ჩვენ ფიზიკურად გვიწევს დაჭრა ამისა ძალიან თხელ ფენებად, იმისათვის რომ მივიღოთ ისეთი სისქის ფენა, რომელშიც გავა ელექტრონები და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის უკვე. უჯრედები გვაქვს? უჯრედული ნიმუში? კი ბატონო, აქ არის ეს სწორედ ის მეტალია, რომელზეც ამას ცოტა ხნის წინ საუბრობთ. ეს არის ჩვენი ეს არის Fe ქრომიუმ ალუმინი, ხო? ფერუმ ალუმინი, კი ბატონო, რომელზეც ზოგზე არის უკვე უჯრედები ზემოდან, უჯრედული კულტურა ზოგიზე რაღაც სხვადასხვა დანაფარებია. ასევე ჩვენ სწავლობთ სხვადასხვა ბიოდანაფარებს კიდე ზემოდან, რომ შეხორცების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი იყოს. ოკეი. იმას დეშ ნახოთ მაშინ. ჩავდოთ რამდენიმე სხვადასხვა ობიექტი და ოკეი. შევხედოთ. მოვჭიროთ. ჩავდოთ სხვაც. კამერაში რახან ვაკუუმია მაღალი ეს უნდა ასე ვთქვათ, შეუშვათ ჰაერი. ოკეი, ჩვენ ახლა ეს მიკროსკოპი იყო ვაკუუმის ქვეშ, იმის გამო რომ ჰაერი ასევე შედგება ჟანგბადის ატომებისაგან, თუმცა ელექტრონები მას ეჯახება, ეს იწვევს იმას, რომ ჩვენი ელექტრონები იფანტება, ამიტომაც რომ დავინახოთ ჩვენ სვათი ყველაფერი რაც არის უშუალოდ მიკროსკოპის შიგნით არის ვაკუუმის ქვეშ. ეხლა ჩვენ შევყავს სპეციალურად ჰაერი, რომ აღარ იყოს ჩვენ სისტემა დაბალი წნევის ქვეშ, ვაკუუმის ქვეშ და გავხსნათ ეს მონაკვეთი. შემდეგ ისევ გაიტუმდება. გავხსნათ კამერა, გამოცვალოთ ნიმუში და ისევ გავხაჩოთ ვაკუუმი. უკვე ვაკუუმი გაქაჩულია, შეგვიძლია გავხსნათ კამერა. ეს არის მაგიდა, რომელიც ელექტრონული ემით გადაადგილდება მართვით. ეს უნდა გადავიღოთ სურათი. შეგვიძლია დავინახოთ ამ ნახვეტებში, იქ თუ გადაიღებთ. დეტექტორებს. აი, ეს არის მაგალითად, აი აქედან გამოდის, აი ამ ადგილიდან გამოდის ეს გამჭოლის დეტექტორი. იქ ეს მაგალითად არის კამერა. ასევე აქვს პორტები სხვადასხვა დეტექტორების, რომელიც არის უკუარეკლილი სხივებისთვის და აი უშუალოდ ეს კონუსი წარმოადგენს ელექტრონების ნაკადის ცენტრს, ეს მანდიდან გამოდის ელექტრონული ნაკადი. შემიძლია უკვე ავწიო ნიმუში, რომ მივუახლოვდე კოლონას, საიდანაც გამოვა ელექტრონები და დაასხივებს ჩვენს ნიმუშს. ახლა ისე უნდა დავველოდოთ, სანამ გაიქაჩება ვაკუუმი. ჩვენ ახლა ვცდილობთ გადავიღოთ მინაზე როგორ არის მიმაგრებული იგივე ჰელას უჯრედები. კონტურები ჩანს უკვე. ჩამოვარცხნის შედეგად შეგვიძლია გავასუფთავოთ გამოსახულება და უფრო მეტი კონკრეტიკა დავინახოთ. აქ ჩვენ ხედავთ უჯრედებს შორის კავშირებს. აი ეს არის ზუსტად ექსტრაუჯრედული მატრიცა, რომელსაც ისინი წარმოქმნიან. ყველა უჯრედს ახასიათებს ესა, მაგრამ გარკვეულ უჯრედებს, რომლებიც არიან განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, დაკავშირებული ამ მატრიცების წარმოქმნასთან, რომლებიც მაგალითად ეპითელიუმში არიან, კანთან არიან როციბულასტები, ახასიათებთ ამ მატრიცის წარმოქმნა ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით. ეხლა ჰელაც მაგალითად ამას აკეთებს, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით. ყველაზე მაგარი ის არის, რომ თუ დააკვირდებით, ჩვენ ხედავთ ეხლა, რომ აი აქ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ აგვაქვს ეს უჯრედები მონიშნული რაღაცა მარკერით,
ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ უჯრედებში ბირთვები, იმიტომ რომ ისინი ამოწეული არის და ახასიათებს ესეთი, ასე ვთქვათ, გუმბათის ფორმა. ანუ რეალურად ის დნმ-ის მასა, რაც არის ბირთვში, ის იმას აკეთებს, რომ სივრცით საკმაოდ რაოდენობა სივრცეს იკავებს და გააჩნია ესეთი გუმბათის მსგავსი ფორმა. და ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია ეს დავინახოთ აქა. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ეს ციტოჩონჩხი, ხო, რომელიც ეხმარება უჯრედს, რომ ასე ვთქვათ, თავისთავი გაამოძრაოს სივრცეში და გადაადგილდეს. აი ხა ეს კონკრეტული ჯოდი მაგალითად ამ მიმართულებით გადაადგილდება და ესენი ერთმანეთთან კონტაქტს ცდილობენ. ყოველთვის უჯრედის მიმართულება არ არის შემთხვევითი. ის ცდილობს, რომ მივიდეს სხვა უჯრედთან. მე მგონი არავინ არ იცის რა ტიპის კომუნიკაცია აქვს, თუმცა კომუნიკაცია რო აქვს, ფაქტია. აი, ესეთი მიმართულებით გადაადგილდება ეს კონკრეტული. ზოგიერთი, აი ეს მაგალითად საერთოდ აღარ არის გადაადგილების პროცესში, ამას კარგად აქვს თავისი ადგილ-ნაპოვნი. აი, როგორ გამოიყურება ეს მაგალითად, აი ეს არის უკვე ახალი გაყოფილი უჯრედი, ჯერ რომელიც არ დამჯდარა კარგად და არ არის ჯერ მიმაგრებული. ბოლომდე გაყოფილიც არ არის. კავშირი დარჩენილია. შეიძლება რომ ეს მილიონჯერ ნახო ადამიანმა, მაგრამ ყოველჯერზე გაუწევს. ყველა უჯრედი განსხვავებულია, ყველას თავისი დამახასიათებელი თვისება აქვს და ხასიათიც. ამ შემთხვევაში ხდება რასტრირება ფაქტიურად ამ თემის. ჩვენ ახლა ეს უჯრედები დაფარული გვაქვს მეტალით, ხო, სპუტენინგით? კი, ამიტომაც რომ კარგი კონტრასტი გვაქვს. უფრო აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ მინა ისედაც დიელექტრიკია და კიდევ ზემოთ ამ ბიოლოგიური მასა, ნამდვილად აქ ვერაფერს ვერ დავინახავდით წინააღმდეგ შემთხვევაში. აი ამ დიდ უჯრედზე ძალიან კარგად ჩანს ბირთვები გამოვწიოთ, ხო შევხედოთ. ხელას ახასიათებს რამდენიმე ბირთვის, სხვათა შორის ეს. რაც უფრო გაშლილია უჯრედი, მით უფრო კარგად ჩანს ხოლმე ბირთვების შიგნით, აი. კი, ეს იმიტომ ხდება, რომ ასე ვთქვათ, ციტოპლაზმა რო გაჭიმული არის ესე გვერდიგვერდ, უჯრედმა თავისთავად ესე გაშალა, ეს გუმბათი რაც არის რეალურად ბირთვი, უფრო ნაკლებადაა შემოსებული გვერდიდან ციტოპლაზმით და ამიტომ კარგად გამოწეული ჩანს და ვთქვათ, მაგასაც ვხედავთ ახლა აქ. ზუსტად, ესენი უფრო ბირთვაკებია. ხო, ეს უფრო ბირთვაკები არის, ეს პატარები ბირთვაკებია. იმიტომ რომ კონდენსირებულია ქრომატინი, ახლა ეთყობა, რომ ისეთი არის. პატარ-პატარა მონაკვეთები არის. ხო, აი აქ არის ორი ბირთვაკი და აი ეს არის ბირთვის ტერიტორია. ეს შავი წინწკლები სულ უჯრედებია. აიცი რა ჩვენ რომ მოგწონს, ჩვენ ყველას მე მგონი არ აქვს ეგეთი ემოცია, მე ვატყობ ხოლმე რომ მე ძალიან აჟიტირებული რო ყვები. სხვებს ესეც ის არ აქვს, თავისწინება.